კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვჭმუნვასა ასე სჯობდეს. არასდროს დანებდე, ხვალ უარესი იქნება, ზეკი გამოვამზე. ჯეკმას კარიერული გზა საკმაოდ შთამბეჭდავია. ჩინური ღარიბი ოჯახის წარმომადგენელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ რიტეილერის დამფუძნებელი გახდა. ჯეკმამ დაამტკიცა, რომ თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არასოდეს დანებდები, ერთ დღეს ოცნება აუცილებლად რეალობად იქცევა. ჯეკმა როდესაც პატარები ხართ, თქვენს ტვინს უნდა დაეყრდნოთ და არა თქვენს ძალას. თუ 35 წლის ასაკში კვლავ ღარიბი ხართ, ამას იმსახურებთ. ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, ისეთი ლამაზი, ნუ იქნები სერიოზული საქმისადმი, ისე ამოვნე ცხოვრებით. თქვენ გჭირდებათ თქვენთან სწორი ხალხი და არა საუკეთესო ხალხი. ლიდერმა არასდროს უნდა შეადაროს თავისი ტექნიკური უნარები თანამშრომლებისას. ჩვენ უნდა დავწმუნდეთ, რომ ჩვენი შვილები სამუშაოს დაიწყებენ, ისეთ სამუშაოს, რომელსაც კვირაში 3 დღე, დღეში კი 4 საათი დასჭირდება. არ დაიკავო ბიზნეს ურთიერთობა მთავრობასთან. გიყვარდეს ის, მაგრამ არ იქორწინო მასზე. თუ მილიონზე ნაკლები გაქვს, ფულის დახარჯვა შენს გემოზე შეგიძლია. ხოლო თუ 1 მილიონზე მეც ფლობ, ეს ფული უკვე მხოლოდ შენ აღარ გეკუთვნის. ნუ გძულთ თქვენი კონკურენტები. პატივი ეცით მათ და ისწავლეთ მათგან. ვცდილობ, რომ ბედნიერი ვიყო. თუ კი უბედური ვარ, უბედურები იქნებიან ჩემი თანამშრომლები, ჩემი აქციონერები და კლიენტები. წყნარი საუბარი ყოველთვის ყველაზე რთულია. არასოდეს შეეჯიბროთ ფასებით. შეეჯიბრეთ მომსახურებასა და ინოვაციებში. თუ კი მიწაზე 9 კურდღელია და თქვენ ერთი უნდა დაიჭიროთ, ფოკუსირება მხოლოდ ერთზე მოახდინეთ. თუ საჭირო იქნება შეცვალეთ ტაქტიკა, მაგრამ ის კურდღელი არ შეცვალოთ. ჯერ ის ერთი დაიჭირეთ, შემდეგ კი დანარჩენებს მიხედავთ. დაეხმარეთ პატარებს, რადგან ისინი ერთ დღეს გაიზრდებიან. მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. ერთად დავეხმაროთ ადამიანებს შეცვალონ საკუთარი სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი.